მელატონინი, როგორც ძილის ჰორმონი, ყველა ვიცით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მელატონინის გარდა ძილის რეგულაციისა ძალიან დიდი და კარგი გავლენა აქვს ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობაზე და მათ შორის მენტალურ ჯანმრთელობაზე ძილის საკითხების მიღმა. აქედან მას უპირატესად მიეწერა როგორც ძილის ჰორმონის სახელწოდება. თუმცა უშუალოდ ძილში მისი მონაწილეობა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ხარისხიანი ძილის შენარჩუნება. ანუ თქვენ ახლა მაგდაკის პროფესიონალი ხართ, სწრაფი და ნელი ძილის ფაზების სინქრონიზაცია. იმიტომ რომ თუ ადამიანის ძილი არ არის სრულყოფილი და სწრაფი და ნელი ძილის მონაცვლეობა არ არის ადეკვატური, შესაბამისად ის ადამიანი არ არის გამოძინებული და მას არ აქვს ხარისხიანი ძილი და ძილი ვერ ასრულებს იმ ფიზიოლოგიურ ფუნქციას მის ორგანიზმში, რაც უნდა კონდეს მას მეორე დღისთვის, ანუ ორგანიზმი კონდეს რეფრეშირებული, ასე ვთქვათ, ანუ განახლებული. დასვენებული. გარემო ფაქტორები ძალიან ბევრია, რომ მელატონინის სინთეზი დაარღვიოს, ადამიანის ვერც ადეკვატური ძილი ექნება, ძილი თუ ადეკვატური არ ექნება, შეგვიძლია უკეთ მოგეხსენებათ, მას ექნება სერიოზული მენტალური პრობლემები, რომელიც იწყება რითი ადამიანს უმცირდება მედეგობა სტრესის მიმართ. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს პოდკასტში, როცა კილი გაიკეთება სივრცეში, სადაც მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული და ხშირად უჩინარი საკითხები ხმამაღლა განიხილება. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემაა მელატონინი, მეტი ვიდრე ძილის ჰორმონი და მისი კავშირი მენტალურ ჯანმრთელობასთან. დღევანდელი ჩვენი სტუმარია ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ექიმი და მეცნიერი, შესანიშნავი ადამიანი და მეგობარი, სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, გენეტიკოსი, ონკოლოგი ალექსანდრე თავართქილაძე. მოგესალმები ალექსანდრე. ძალიან მიხარია, რომ დღეს ხარ ჩვენი პოდკასტის სტუმარი და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო თემას უნდა შევეხოთ. და ის ჩვენ სათაურშიც გამოვიტანეთ, რომ მელატონინი როგორც ძილის ჰორმონი, ყველა ვიცით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მელატონინის გარდა ძილის რეგულაციისა ძალიან დიდი და კარგი გავლენა აქვს ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობაზე და მათ შორის მენტალურ ჯანმრთელობაზე ძილის საკითხების მიღმა. და მინდა რომ ამაზე ვისაუბროთ. მოგესალმებით. ძალიან საინტერესოა ამ მიმართულებით კიდევ ერთხელ მოსახლეობის ცნოში ცნობიერების ამაღლება, ესე როგორც ზოგადად პროფესიონალებისთვისაც იმის შეხსენება, რომ მელატონინი არ არის მარტო ძილის ჰორმონი. მელატონინი რატომღაც აღიქმება როგორც ძილის ჰორმონი, იმიტომ რომ აუცილებლად ძილის წინ უნდა მიიღოს პაციენტმა, იმიტომ რომ ეს არის ცირკადული რიტმების მარეგულირებელი ჰორმონი და შესაბამისად მისი წარმოქმნა ადამიანის ორგანიზმში ხდება ღამის საათებში. და აქედან მას უპირატესად მიეწერა როგორც ძილის ჰორმონის სახელწოდება. თუმცა უშუალოდ ძილში მისი მონაწილეობა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ხარისხიანი ძილის შენარჩუნება. ანუ თქვენ ახლა მაგდაკის პროფესიონალი ხართ, სწრაფი და ნელი ძილის ფაზების სინქრონიზაცია. იმიტომ რომ თუ ადამიანის ძილი არ არის სრულყოფილი და სწრაფი და ნელი ძილის მონაცვლეობა არ არის ადეკვატური, შესაბამისად ის ადამიანი არ არის გამოძინებული და მას არ აქვს ხარისხიანი ძილი და ძილი ვერ ასრულებს იმ ფიზიოლოგიურ ფუნქციას მის ორგანიზმში, რაც უნდა კონდეს მას მეორე დღისთვის, ანუ ორგანიზმი კონდეს რეფრეშირებული, ასე ვთქვათ, ანუ განახლებული. დასვენებული. 2012 წელს ძალიან საინტერესო აღმოჩენა მოხდა ნეირომეცნიერებაში, ეს იყო, რომ აღმოაჩინეს გლიმფური სისტემა. ეს არის გლიას და ანუ გლიის დეტოქსიკაციის სისტემა, გლიის არხები, რომლებიც ახდენენ თავისთავად დეტოქსიკაციას ძილის განმავლობაში. ცნობილი ფაქტია ის, რომ ნორადრენალინი, რომელიც არის ღვიძილის ერთ-ერთი ჰორმონი ღვიძილის, ვერ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. და ის ძირითადად მოქმედებს ეპითალამურ მიდამოზე, რომელიც არის ჰემატოენცეფალურ ბარიერის მიღმა. ეპითალამური მიდამო არის მიდამო, სადაც მდებარეობს ეპიფიზი, ანუ ტვინის ზედა დანამატი, ანუ ჯალღოზისებრი სხეული, სადაც წარმოიქმნება ეს მელატონინი.
ჰორმონი მელატონინი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ბიოლოგიურ საათს მთელს ორგანიზმში. ჩვენ გვაქვს ასეთი საინტერესო კვლევები, საერთაშორისო კვლევები, რომლებიც მოდიან 1950-იანი წლებიდან მელატონინთან მიმართებით, ჯერ კიდე არც იცოდნენ მელატონინის არსებობა, როდესაც ეპიფიზის ამ ჯირკვლის ექსტრაქტი შეყავდა სხვადასხვა ცხოველთა კანში და იწვევდა ამ კანის დეპიგმენტაციას და შესაბამისად აქედან დაიწყო მეორე კვლევები იმასთან დაკავშირებით, რომ რა იყო ეს ნივთიერება, რომელიც ახდენდა მელანინის, კანის პიგმენტის გამოდევნას კანის უჯრედებიდან და სახელის აქედან ხო არ მოდის? კი, სახელის აქედან მოდის, რომ შეასრულა მან მელანინის გამოსუფთავება ჯერ დაიწყო სხვადასხვა ამფიბიების კანიდან, მერე უკვე გადავიდა ძუძუმწოვრებზე და შესაბამისად მერე უკვე გამოიყო მელატონინი ლერნერის მიერ და შემდგომში უკვე როდესაც პირველი სხვათა შორის 1971 წელს როდესაც შედარდა მელატონინი თავისი ანტიოქსიდანტური აქტივობით სხვადასხვა სტანდარტებს, მაშინ იყო სამი სტანდარტი 1971 წელს, პრინციპში სტანდარტიზაცია ეხლა ტოკოფეროლით მიდის, ალფა-ტოკოფეროლი E ვიტამინი, რომელიც არის უნივერსალური სტანდარტი, ესე როგორც გლუტათიონი, და როდესაც შედარდა მელატონინი აღმოჩნდა, რომ E ვიტამინზე 2-ჯერ, ხოლო გლუტათიონზე 3-ჯერ ძლიერია და გაცილებით და უფრო მეტიც ის, რომ მელატონინის არ არსებობს ბიოლოგიური ბარიერები. ის შედის უჯრედის ბირთვში, ორმაგ მემბრანას გაივლის შედის უჯრედის ბირთვში და მას აქვს სამიზნე სპეციფიკური გენეტიკური გენის ქრომოსომული უბანი, რომელსაც ქვია RZR გენი, რომელიც არეგულირებს 5 ლიპოქსიგენაზას ტრანსკრიფციას, გენის აქტივობას, რომ გადაიწეროს მერე ამ გენიდან მატრიცულ RNA-ზე, მერე ცილაზე და მერე მოხდეს ანთების რეგულაცია. 5 ლიპოქსიგენაზა ანთები და სიმსივნურ დაავადებებში არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რგოლური ცენტრალური ენზიმი, რომელიც არეგულირებს ქრონიკული ანთებების ბალანსირებას ორგანიზმში. რეალურად ამის დირიჟორი ყველაფერს არის მელატონინი, ეპითალამოსი თავისი სუპრაქიაზმული ბირთვით. თუ ადამიანის ორგანიზმში მელატონინის წარმოქმნა დარღვეულია, დაქვეითებულია, რომლის ეპიგენეტიკური ფაქტორები, გარემო ფაქტორები ძალიან ბევრია, რომ მელატონინის სინთეზი დაარღვიოს, ადამიანის ვერც ადეკვატური ძილი ექნება, ძილი თუ ადეკვატური არ ექნება, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, მას ექნება სერიოზული მენტალური პრობლემები, რომელიც იწყება რითი ადამიანს უმცირდება მედეგობა სტრესის მიმართ. პირველ რიგში ზიანდება მელატონინის დეფიციტის პირობებში ჰიპოთალამო, ჰიპოფიზ, თირკმაზე და ჯირკვლის ღერძი, რომელიც ასე ვთქვათ, აიშვებს, აქტივაცია იწყება მისი, დაიწყება თირკმაზე და ჯირკვლიდან კორტიზოლის ჭარბი რაოდენობის წარმოქმნა, რომელიც მეორადად მოქმედებს პინეალურ ჯირკვალზე, იმ ჯირკვალზე, რომელშიც მელატონინი წარმოიქმნება და კიდევ უფრო აქვეითებს მელატონინის წარმოქმნას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მელატონინის წარმოქმნა დაქვეითება პირდაპირ კორელაციაშია დაბერებასთან, იმიტომ რომ ეს ორგანოა, ეს ჰორმონია და ეპიფიზის ორგანოა, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ისედაც ფუნქცია ქვეითდება, მაგრამ არსებობს მელატონინის ასაკობრივი ნორმები. ისე როგორც მაგალითად ქალის და მამაკაცის სასქესო ჰორმონები ასაკის მატებასთან ერთად ქვეითდება, მაგრამ ტესტოსტერონი აუცილებელია იმისთვის, რომ გულის კუნთი შეიკუმშოს ადეკვატურად, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებსაც აქვს ტესტოსტერონის გარკვეული დონე, ზღვრული დონე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მელატონის როგორც საესცეცხლო ფუნქციის მაჩვენებლები შეინარჩუნოს ადეკვატურად, უჯრედი დაიცვას მალიგნური ტრანსფორმაციიდან, როგორც არის ავთვისებიანად გადაგვარებისგან, იმიტომ რომ მელატონინის წარმოქმნა ხდება ღამის 2-დან 4 საათამდე, ეს დადგენილი და შესწავლილი მაჩვენებელია. შესაბამისად, უჯრედების M ფაზა, გაყოფის ფაზა, მიტოზის ფაზა ემთხვევა ზუსტად ღამის 2-4 საათებს. შესაბამისად, DNM-ის რეპარაციული ცილების აქტივობას, თუ რაღაცა შეცდომა მოხდა დღის განმავლობაში უჯრედების პროლიფერაციაში და აკუმულაცია მოხდა ტოქსიკური ნივთიერებების, რამაც განაპირობა, ეპიგენეტიკურმა ფაქტორებმა DNM-ის დაზიანება, რეპარატორული ცილები ვერ მუშაობს, თუ მელატონინმა არ მოახდინა ამ რეპარატორული ცილების აქტივაცია და არ გაასწორა DNM-ის ნუკლეოტიდური თანმიმდევრობა. აქედან გამომდინარე, მელატონინის რო ჩამოაშოროთ ძილის
ფუნქცია, საძილე ფუნქცია, რომელშიც ყველაზე ნაკლებ როლს ასრულებს, ის მუშაობს ორგანიზმის იმუნური სისტემის აქტივობაში, თითქმის 60%-ით ააქტიურებს NK უჯრედებს. NK უჯრედები არის ნატურალური მკვლელები, რომელიც ორგანიზმს იცავს არა მარტო ონკოლოგიური დაავადებისგან, არამედ ინფექციური პათოლოგიებისგან. მელატონინი ახდენს ანტიოქსიდანტური სტატუსის და მიტოქონდრიული ფუნქციის გაუმჯობესებას და შესაბამისად დღე-ღამის განმავლობაში დაგროვილი ტოქსიური ნივთიერებების ელიმინაციას, იმიტომ რომ ეს არის გლუტათიონ პეროქსიდაზა, სუპეროქსიდ დისმუტაზას, ანუ ორი დიდი ანტიოქსიდანტური ფერმენტის აქტივატორი, ცენტრალური აქტივობა ძირითადად მელატონინი ახდენს, ახლა ბიოქიმიური რეაქციებში არ ჩავართ სიღრმეებში, იმიტომ რომ რაც ბევრი სპეციფიკური ტერმინოლოგიებია და რაც შეეხება ამ გლიმფურ სისტემას, ანუ ლიმფური სისტემა თუ არის პერიფერიაზე, ჩვენ ვიცით რომ თავის ტვინში არ არის იმუნური უჯრედები, თავის ტვინში იმუნური უჯრედები ვერ აღწევს, ანუ ლიმფოციტი თავის ტვინში ვერ შედის, იმიტომ რომ იქ არის ჰემატოენცეფალური ბარიერი და ახლა ლიმფოციტმა თავის ტვინში შეაღწევს, მაშინ აუტოიმუნური დაავადება ხა ის უცნობია ხა მისთვის გლიური უჯრედები და შესაბამისად იქ ვითარდება სხვადასხვა აუტოიმუნური დაავადებები, მათ შორის როგორც არის გახანტული სკლეროზი, მაგრამ 2012 წლის აღმოჩენამ მთლიანად შეცვალა თავის ნეიროიმუნოლოგიის ხედვა. ანუ მას აქვს ეს გლიმფური სისტემა, რომელიც ახდენს რომელიც შედგება გლიური უჯრედების და ასტროციტებისაგან. ამის განმავლობაში, როდესაც ნორადრენალინის დონე დაქვეითდება, დაახლოებით 50%-ით ხდება თავის ტვინის უჯრედების მოცულობის ცვლილებები, ანუ ზომაში გარკვეულწილად მცირდება და ეს სადრენაჟო არხები, რომლეთანაც ცერებროსპინალური სითხე მოძრაობს თავის ტვინში კაპილარებით, ასე ვთქვათ, მისგან ხდება დრენაჟირება ბეტა ამილოიდის, რომელიც გროვდება დღის განმავლობაში ადამიანის ორგანოში. დადგენილია, რომ თუ ადამიანმა სწრაფი და ნელი ძილის ფაზები ადეკვატური არ აქვს, ანუ მელატონინი ცოტა აქვს სისხლში და შესაბამისად ეს გლიმფური სისტემა აქტიურია ნელი ძილის ფაზაში, რაც უფრო ხანგრძლივია ეს ნელი ძილი, ანუ მით უფრო კარგად ხდება დრენაჟირება, ანუ გლიმფური სისტემა მით უფრო კარგად აქტიურებს და ამ ბეტა ამილოიდს დიდი რაოდენობით აშორებს თავის ტვინს. დაახლოებით 1 უძილო ღამე უდრის იმას, რომ 5% მთელი დღის განმავლობაში არსებული ტოქსიური ბეტა ამილოიდი, რომელიც თავის ტვინში გროვდება და შემდგომში ალცჰაიმერის დაავადების სახით ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტი იქნება თუ დასწავლის პრობლემები ადამიანს ექნება, არის ამ ბეტა ამილოიდის დამსახურება, რომელიც თავის ტვინში გროვდება, მერე ბადესკრის და სხვადასხვა ნეიროდეგენერაციული დაავადების საფუძველი ხდება. თუ მელატონინი არასაკმარისი რაოდენობით არის, გლიმფური სისტემა საერთოდ ვერ აქტიურდება და ადამიანის ორგანიზმში ნელ-ნელა ილექება თავის ტვინში, უბრალოდ ეს ბეტა ამილოიდი და ბეტა ამილოიდთან ერთად ასევე ბოლო წლებში აღმოჩენილი ტაუცილები, ფრანგულად TAOX არის ტო, ანუ დონე, ეს არის ტაო 127 ცილა, რომელიც თრეონინი ასეთი ამინომჟავა, რომელიცაც მდიდარია ეს ცილები, თრეონინის ნაკლებ ფოსფორილირებული ცილები, ტაუცილები გროვდება ასევე ბეტა ამილოიდთან ერთად თავის ტვინში და იწვევს სხვადასხვა ტიპის ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებას, პოსტტრაუმულ დისტრესს, პოსტტრაუმულ დაავადებებს, პოსტტრაუმულ სტრესული დაავადება, რასაც ეძახის სტრესთან ასოცირებული. ხო, აი პოსტტრაუმულ სტრეს დიზის რო არის, PTSD დიზის, პოსტტრაუმულ სტრესულ დაავადებას, რომელიც პირდაპირ არის ჰიპოთალამო ჰიპოფიზ თირკმლზაჯირკვლის ღერძით აქტივირებული და ასეთ ადამიანები ძალიან ნაკლებ მედეგი არიან სტრესისადმი, ნაკლებ მედეგი არიან ინფექციური დაავადებისადმი და ნაკლებ მედეგი არიან მენტალური დაავადებებისადმი, იმიტომ რომ ასეთ ადამიანებს ძალიან ხშირად ვითარდებათ შფოთვითი აშლილობები და თუ მელატონინის დეფიციტის გამო მოხდა ქრონიკული აქტივაცია თირკმელზე დაჯირკვა, ჰიპოთალამო, ჰიპოფიზი, თირკმელზე დაჯირკვლის ღერძის, ამ შემთხვევაში უკვე ირღვევა გამა-ამინოერგული სისტემა, ირღვევა სეროტონინერგული სისტემა, ირღვევა ადრენერგული სისტემა, ქოლინერგული სისტემა, რაც უკვე სომატურ ორგანოებზე ახდენს ძალიან დამაზიანებელ და დესტრუქციულ მოქმედებას. აქედან გამომდინარე, მენტალური ჯანმრთელობა დგას პირველი ტოპი და შემდეგ მოდის უკვე სხვა ორგანოთა დაზიანებები და დაავადებები. აი ჩვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ შიშის გამო, აი მაგათ ძალიან ძლიერი სიხარულის გამო ადამიანს გული გაუჩერდა და მოკვდა. ხო? ანუ იმხელა
გავლენა შეიძლება წამოვიდეს თავის ტვინიდან ნეირომედიატორული სახით. ანუ ხა ჩვენ ვიცით რომ ისეთ ავტონომიურ სისტემაზეც კი როგორიც გულია. ისეთ ავტონომიურ სისტემაზე როგორიც გულია, ერთადერთი ახლა თავის ტვინიდან გამოდის 12 წყვილი ნერვი და აქედან მხოლოდ 10 წყვილი ნერვი ტოვებს თავის გავს, ცნობილი ნერვი და ნუ ის მთელს ორგანოში ხდება, ანუ ცნობილიც მაგიტო ქვია, არ ყველა ორგანოში მათ შორის პარასიმპათიკური ინერვაციას, ნუ ძირითადად ეგ აძლევს ხო კუნთის შენელებას ეხორცი, ანუ რაც შეეხება სიმპათიკური მოდის ზურგის ტვინის ზედა ნაწილებიდან და ამიტომ ისეთი ქერქული კორტიკალური რეფლექსი და კორტიკოსპინალური რეაქცია იმდენად ძლიერია და გავლენა გულზე რომ გულის კუნთის ცენტრალური ნეკროზიც, რასაც ქვია ელექტროლიტო-სტეროიდული ნეკროზი კარდიოლოგიაში მოდის პირდაპირ მენტალური, ანუ თავის ტვინის ფუნქციიდან. ანუ სხვადასხვა ავსტრალიაში მელბურნის უნივერსიტეტში დაიბადათ მეცნიერებს ასეთი იდეა, რომ თუ თავის ტვინს შეუძლია ისეთი ორგანო გააჩეროს, როგორიც არის გული, რომელიც არის ესე ვთქვათ პერპეტუუმ მობილე, იმიტომ რომ ამაზე ძლიერი ძრავა, რომელიც ამდენი ხანი მუშაობს, არ არსებობს ჯერჯერობით შექმნილი ტექნიკაშიც, რომელსაც შეკეთებები არ ჭირდება ზოგჯერ მთელი 100 წლის განმავლობაში. შეიძლება თავის ტვინიდან ისეთი ინფორმაცია გაგვგზავნოთ უშუალოდ სიმსივნემდე, იმიტომ რომ სიმსივნესაც ხო თავისი ნერვები აქვს, ანუ სიმსივნესაც თავისი ინერვაცია აქვს, სიმსივნეს დავანეკროზოთ. ანუ ამაზე მიმდინარეობს ძალიან საინტერესო და სერიოზული კვლევა, რომელშიც უშუალოდ არის ჩართული მელატონინი, იმიტომ რომ ყველა პაციენტს, რომელსაც აქვს ონკოლოგიური დაავადება, დღეს არ არსებობს პაციენტი მსოფლიოში აღწერილი რომელსაც აქვს აუთიზმიანი სიმსივნე და მას არ ქონდეს 24 საათიან შარტში მელატონინის სულფატის დეფიციტი. ანუ სისხლში მელატონინის განსაზღვრა მხოლოდ ეს არ იძლევა მელატონინზე სრულფასოვან წარმოდგენას. ჩემი ორივე დისერტაცია იყო მელატონინი და არტერიული ჰიპერტენზია პირველ და მეორე დისერტაცია იყო მელატონინი და აუთიზმიანი სიმსივნეები. მის განვითარების მექანიზმები. ანუ ეს დღის განმავლობაში ყოველ 2 საათში ერთხელ იცვლება მელატონინის კონცენტრაცია და პიკს აღწევს ღამის 2-დან 4 საათამდე, სადაც უნდა იყოს 200-დან 500-მდე, მაგრამ ეს განსაზღვრა მაშინ მთელი დღე უნდა განსაზღვროთ ყოველ 2 საათში, რომ მივიღოთ სრული წარმოდგენა, რამდენად სწორად და ადეკვატურად და მელატონის სეკრეცია. ამიტომ ოქროს სტანდარტი მელატონინის შემოწმების არის 24 საათიან შარტში მელატონის სულფატის განსაზღვრა. დღესდღეობით არ არსებობს არც ერთი პაციენტი, სადაც მელატონინის კონცენტრაცია ნორმალურია ონკოლოგიურ პაციენტებში ყოველ შემთხვევაში და ამან განაპირობა ის, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში მელატონინზე წამოვიდა ძალიან დიდი ყურადღება და თითქმის 4-ჯერ მეტია სტატიების რაოდენობა მელატონინზე ვიდრე ყველა სხვა ჰორმონზე. ამავდროულად ერთადერთი ჰორმონია, რომელიც მთელს მსოფლიოში რეცეპტოდ იყიდება. ანუ ამინომჟავას წარმოებულია მაგალითად თიროქსინიც, მაგრამ სარეცეპტო პრეპარატია, ხო? ფარისებუჯერგოს ჰორმონი. ასევე სტეროიდული კორტიზოლის, ანუ D ვიტამინის და სკვალენის განწარმოებულია სტეროიდული ჰორმონი კორტიზოლი და იცით როგორი მკაცრი კონტროლის ქვეშ არის. და მისი მოხმარებას გარკვეულ რისკებთან არის ასოცირებული. არც მელატონინია ძალიან ურისკო, და სწორად უნდა ვიცოდეთ მისი გამოყენება და მისი შერჩევა, მაგრამ იმდენად თავისი ანტიოქსიდანტურობიდან გამომდინარე და არა ძილის ეფექტიდან გამომდინარე, არის ის ფართო მიმოქცევაში ასე მოხმარებული. უბრალოდ მოსახლეობისთვის არ არის სწორად მიწოდებული ინფორმაცია, ვინაიდან ჯერჯერობით ეს არის კიდევ როგორც საკვებ დანამატად შეფასებული და ასე ვთქვათ პრომოცირებული მსოფლიოში. თუმცა მას ძალიან დიდი ბიოროლი აქვს და ერთი მნიშვნელოვანი ის არის, რომ ენდოგენური მელატონინი, რომელიც ორგანოში წარმოიქმნება, ამას გაცილებით ბევრი ფუნქციები აქვს და უნარები, რომ შეაღწიოს ბირთვში, ვიდრე ეგზოგენური მელატონინი, რომელიც ძალიან ცუდად იხსნება წყალში. ხშირად მომისმენია სხვათა შორის სოციალურ ქსელებში, ტელევიზიებში, რომ აი 10 მილიგრამი მელატონინის კაფსულები იყიდება და ეს სუპრაფიზიოლოგიური დოზაა. ვეთანხმები, ნამდვილად მაღალი დოზაა, ფიზიოლოგიურზე ბევრად მეტი, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ იქიდან მხოლოდ 3%-ზე ნაკლები შეწოვა ხდება ადამიანის ორგანიზმში. სუბლინგვალური იმიტება შეწოვას. სამწუხაროდ წყალში ძალიან ცუდად იხსნება სინთეზური მელატონინი და ამიტომ სუბლინგვალურადაც მიღებული მელატონინის გადასვლა სისხლში ალბომინს ვერ უკავშირდება ადეკვატურად და შესაბამისად გადატანა შესაბამის ორგანოებთან იმ რაოდენობით ვერ ხდება, რაც საჭიროა. დღეს უკვე დაიწყეს ნანოემულსიები, ანუ ლიპოსომაში მოთავსებული მელატონინი, რომელიც მარტივად იხსნება და მემბრანები ეგზოციტოზით შეაქვთ უკვე უჯრედში, ენდოციტოზით მოდეშით შეაქვთ უჯრედში და აქედან გამომდინარე ეს უფრო რეალური გზა არის მელატონის მიღების. დღემდე ვერ შეძლეს სამწუხაროდ და კვლევის პროცესშია ფარმაცევტულ ტექნოლოგიაში საინფუზიო და საინექციო მელატონინი ზუსტად იმის გამო, რომ ის ვერ გახსნეს ჯერჯერობით წყალში და ის რომ მიაღწიოს ორგანოებში. თუმცა ექსპერიმენტში
სადაც არსებობს ნანოემულსიები მელატონინის ვირთაგვებშიც, კორდღლებშიც, ზღვის გოჭებში საკმაოდ კარგად ახდენენ იმუნური სისტემის აქტივაციას და იმუნოსუპრესიული დაავადებებით, იმუნოდეფიციტით მიმდინარე დაავადებების, მათ შორის HIV ინფექციებით მიმდინარე დაავადებების მართვას მარტო მელატონის ინფუზიებით. ადამიანებში ჯერჯერობით ეს კვლევები არ არის. ძალიან დიდი მადლობა საოცარი მოგზაურობისთვის. მელატონის იმდენად საინტერესო იყო და მრავალმხრივი, რომ მეც ძალიან სტაბილების ქვეშ ვარ და ჩემთვის ძალიან საინტერესოა. აი, როდესაც მელატონინზე ვიწყებდით საუბარს ძილთან დაკავშირებით, მე მაინც როგორც ფსიქიატრმა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე და კლინიკოსმა რამდენიმე ასპექტს მინდა ხაზი გაუსვა. აი, მიმოხილვიდა რაც შემოგთავაზე ალექსანდრე და პირველ რიგში უნდა ვთქვა ძილის ხარისხთან მიმართებაში, იმიტომ რომ ძალიან ხშირად პრაქტიკაში ჩვენ ვაწყდებით ადამიანს ეკითხები ძილთან მიმართებაში და ხშირად პასუხობს რომ გუგაიქიბო მე ძილის დარღვევა არ მაქვს, იმიტომ რომ ჯერ დავწევი თუ არა 5 წუთში მეძინება და ამიტომ ასეთ შემთხვევაში ვცდილობ რომ აუხსნავ თქვა რამდენად მნიშვნელოვანი ძილი, თავიდანვე ასე თქვა უარზია რომ მე ძილი იმდენად კარგი მაქვს, მადულად ვიძინებ, რომ მე ძილზე არაფერზე არ დამეხმარო, ანუ რაღაცა თითქოს ბლოკს აკეთებს ამის. და მე ამის მერე გვიწევს ძალისხმევა იმის რომ რა თქმა უნდა ვერ დაძინებაც არის პრობლემა, მაგრამ ადვილად დაძინება, ჩაძინება, ძილის უწყოდება სულ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენ ძილის ხარისხზე ვისაუბროთ და ჩვენ რომ ასეთი რთული სქემებით არ შევხედოთ პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, დილით დასვენებულობის შეგრძნება არის ალბათ მთავარი კრიტერიუმი, როდესაც ადამიანს შეუძლია თქვას, რომ ძილი იყო თუ არა ხარისხიანი, ანუ ძილმა შეასრულა თუ არა თავისი ფუნქცია, ანუ გამოვიძინე და დაისვენა თუ არა ჩვენ არა მარტო ფსიქიკამ, არამედ ორგანიზმაც, იმიტომ რომ არა მარტო ტვინის უჯრედები ისვენებს ამ შემთხვევაში, ანუ მთლიანად მთელი ორგანიზმის დასვენება ხდება. რასაც ტემპერატურა ქვეითდება და მთელი ბიოქიმიური კასკადი მიმდინარეობს და ეს თუ არ გაიწმინდა თავის ტვინი ძილის დროს, ადამიანი იღვიძებს არანორმალად დაღლილი და ისევ ძილი უნდება მერე. ხო, და მე არის რომ რატო ძილის რა თქმა ძილის პრეპარატად ისედაც ჭარბად ძინავს მთელი დღე. ეს ძალიან საინტერესოა, რატო გვეძინება დღის განმავლობაში, ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენმა ფსიქიკამ, კი არა ორგანიზმამ მთლიანად ვერ მოასწრო გამოძინება და დასვენება ღამის განმავლობაში, შესაბამისად იმიტომ გვაქვს უენერგიობა, ძილიანობა, მოდუნება, კონცენტრაციის დაკლებობა ან მეხსიერების დაკლებობა ზუსტად არახარისხიანი ძილის გამო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ჩვენ ვისაუბრეთ თქვა სომატურ გავლენაზე და გული ალბათ იყო შესანიშნავი მაგალითი, იმიტომ რომ ყველაზე ავტონომიურ ორგანოს მუშაობა, რომელიც უშეცდომოდ მუშაობს ზოგჯერ 100 წელი და მართლა რეალურად ანალოგი ჩვენს წარმოსახვას კი არ არსებობს ალბათ. ასეთი იდეალური მექანიზმის, ანუ მისი მოქმედებაც კი მკვეთრად შეუძლია შეაფერხოს და შეაფერხოს კი არა მთლიანად, ანუ გააჩეროს. მისი მოქმედებად რამხელა ძალა შეიძლება ქონდეს, ანუ გავლენა ზოგადად ფსიქიკას და ჩვენს ანუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და ზუსტად ეს არის ჩვენი პოდკასტის და ამ კონცეფციის ძირითადი არსი და მნიშვნელობა. და კონკრეტულ თემაზე ბრძანდებით თქვენ და სხვა თემებზე ყავდა ძალიან საინტერესო და მეყოლება კიდევ ბევრი ძალიან საინტერესო სტუმარი ზუსტად ამ გავლენებზე და უკუგავლენებზე, ანუ კავშირებზე და უკუკავშირებზეა საუბარი და იმ მანკიერ წრეზეც, რაც ასევე ბრძანეთ, იმიტომ რომ აი რაღაცა დაირღვა მელატონინი, ჩვენი სტრეს ჰორმონები, ანუ თერგმაზე და ჯირკვლის ადრენალინი, ყველა ვიცი თქვა სტეროიდები გააქტიურდა მოიმატა სტრეს ჰორმონებმა თავისთავად კიდე ტვინის ფუნქციონირება დაარღვევა და ასე ვთქვათ ადამიანი შეიძლება ჩაკეტილ წრეზე იყოს და ამ შემთხვევაში მიდგომა და მკურნალობა ხშირ შემთხვევაში არის ზუსტად კომპლექსურად საჭირო ყველა მიმართულებით, იმიტომ რომ ზოგჯერ მარტო ერთი მხარის პრობლემის მოგვარება მხოლოდ სიმპტომურ და დროებით შედეგს იძლევა. აი ძილის მელატონინზე როცა საუბრობდით, მე მინდა რომ გავაგრძელოთ ასე ვთქვათ და თქვენ შეეხოთ კიდე მის ასპექტებს თვითონ ფსიქიკასთან მიმართებაში, ვთქვათ,
იმიტომ რომ აქაც კავშირი უკავშირია ორივე, ხო? ანუ შფოთვითი პირველად შფოთვითი აშლილობა ან დეპრესია შეიძლება იყოს, ანუ თვითონ მელატონინის გამოყოფის ეპიფიზში დარღვევის, ასე ვთქვათ, მოდულატორი და ასევე პირიქით, როდესაც პირველადაც შეიძლება იყოს მელატონინის სეკრეციის ან რეცეპტორულ დონეზე მისი აღქმის რაღაცა პრობლემები, მეორადად და პირველადად მელატონინმა შეიძლება არარსებული, ანუ ჩვენი მენტალური სტაბილურობა დაარღვიოს. დიახ, ინტეგრაციული მედიცინა დღესდღეობით არის ყველაზე მომგებიანი მედიცინა პაციენტისთვის პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმი არის ერთიანი სისტემა და შესაბამისად თავის ტვინი იქნება ნერვული სისტემა იქნება ეს სისხლძარღვთა სისტემა, საჭმლის მონელები და ერთმანეთთან კიდურესად დაკავშირებული. ახლა ისევე როგორც სისხლძარღვებია მნიშვნელოვანი კვების თვალსაზრისით ორგანოებისათვის, ასევე უფრო მნიშვნელოვანი და არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ნერვული ქსოვილი, რომელიც ნერვული ტროფიკა, რომელიც ამ კონკრეტულ ქსოვილებზე გავლენას ახდენს, იმიტომ რომ სისხლძარღვისგან ერთი მოლეკულაც ვერ გავა, თუ ნერვულმა სისტემამ არ მისცა საშუალება სისხლძარღვის შევიწროების და გაფართოების. ახლა კაპილარების დონეზე, სადაც კონტოვანი გარსი არა გვაქვს, ენდოთელიუმის ინერვაციასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ენდოთელიუმში აზოტის ოქსიდის კი ვერ წარმოიქმნება, თუ ორვალენტიანი ოქსიდი, თუ ნერვულმა სისტემამ არ უბრძანა, რომ იქ უნდა მოხდეს ენოსინთეზის აქტივაცია. ძალიან გულთან დაკავშირებით რომ მოვიყვანოთ სომატურ გავლენებზე მაგალითი, ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქიკურ, ანუ რეტრო გადავიყვანოთ, ანუ მელატონინი და ფსიქიკური სფერო, ასეთი საინტერესო კვლევა, რომელიც ჯერ კიდე ალბათ 80-იან წლებში ჩატარდა კიოტოს უნივერსიტეტის კვლევარების მიერ, ეს ცნობილი კვლევაა, რომელიც ასახავს, რომ შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებს, რომელსაც აქვთ მარტივი და კატატონიური შიზოფრენია, ყოველ შემთხვევაში მას კლასიფიკაცია იყო, მათში ვერ მოახდინეს ონკოლოგიური პათოლოგიების დაფიქსირება. ანუ შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში რომ ასეთი კრიტიკულად დაბალი იყო ავთვისებიანი სიმსივნეები, შემდგომში უკვე დაიწყო ძიება იმისა, რომ ხდებოდა თუ არა რაიმე კავშირი ნეიროქიმიური შიზოფრენიით დაავადებულს, რატო არ უნდა დამართოდა ონკოლოგიური დაავადება. ანუ ტვინის გავლენა რა იყო ასეთი შიზოფრენიის დროს, ანუ რა ხდებოდა ასეთ პაციენტებში, რომ მათ არ ჰქონდათ ონკოლოგიური პათოლოგიები. და ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულების კვლევა ჩატარდა, სხვადასხვა ინსტიტუტები და ქვეყნები იყო ჩართული ამ კოჰორტულ კვლევებში და აღმოჩნდა, რომ ერთადერთი ხელშესახები, რაც დღემდე ასე დარჩა, აღმოჩნდა, რომ შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებს სისხლში 24 საათიან შარდში დაახლოებით 50-დან 500 ჯერ მომატებული აქვს მელატონინის კონცენტრაცია. ამან გაამყარა და ანუ იმუნური სისტემა აქვთ არაჩვეულებრივად მდგრადი. ეს კვლევა გაამყარა კიდე იმან, რომ ამავე პერიოდში ბერლინში და ჩატარდა ასეთი მნიშვნელოვანი კვლევა, რომ ბრმა ადამიანებში, რომლებიც დაიბადნენ თანდაყოლილი სიბრმავით, ზოგი და ზოგი შემდეგ ტრაუმულად მოხდა მათი დაბრუნება, ადამიანებში, რომლებსაც ჰქონდათ, ჩვენ ვიცით, რომ ეპიფიზი არის ლიტერატურაში მას უწოდებენ მესამე თვალსაც, იმიტომ რომ პინეალური უჯრედები არის ტრანსფორმირებული ფოტორეცეპტორები. ისინი განათების შესახებ ინფორმაციას იღებენ, სუპრაქიაზმული უბრალოდ მხედველობის ჯვარედინე სადაც ხდება, ანუ მხედველობის ნერვები რო გადის გადაჯვარედინებას ქიაზმა ოპტიკუსს და იქიდან პაური ნერვი გამოიყოფა და ეპიფიზის ინერვაციას ახდენენ. ანუ ეპიფიზს აძლევენ ინფორმაციას განათება სიგნალის შესახებ. როდესაც საღამო საათები მოდის, განათება ქვეითდება და იწყება მელატონინის სეკრეცია. მელატონინის პრეკურსორი ნივთიერება უშუალოდ არის 5-ჰიდროქსიტრიპტოფანი, ანუ სეროტონინი, ანუ სიფხიზლის ერთ-ერთი ჰორმონი, რომელიც დღე არის და ღამე სეროტონინის ტრანსფორმაცია ხდება მელატონინად. თუ სეროტონინი ცოტა აქვს ადამიანს, მელატონინი ცოტა იქნება, ბუნებრივია. და როდესაც ადამიანები არიან ბრმა ის ადამიანებში ონკოლოგიური დაავადებებიც ასევე აღმოჩნდა ძალიან ცოტა. ეს იყო ბერლინის უნივერსიტეტის კვლევა, ჰუმბოლტის უნივერსიტეტის კვლევა, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ადამიანებს, რომელსაც აქვთ
კეფის წილი, ანუ მხედველობის ცენტრალური ანალიზატორი დაზიანებული, მათ ორგანიზმში ეპიფიზის ინერვაცია დღე-ღამის განათებულობის შესახებ ნორმალურად მიმდინარეობს, იმიტომ რომ კეფის წილია დაზიანებული და მხედველობის ჯვარედინიდან ის სინათლის შესახებ ინფორმაცია ეპიფიზს მიეწოდება. შესაბამისად, მელატონინი დღე-ღამის განმავლობაში ცირკადულად სინათლე მიდის, ქვეითდება გამო მელატონის წარმოქმნა, ამან მელატონის წარმოქმნა იზრდება. მაგრამ როდესაც დაზიანებული აქვს ბადურა და 24 საათის განმავლობაში სულ სიბნელეა ბჭყალებში, ეპიფიზში და მელატონინი 24 საათის განმავლობაში წარმოიქმნება, აი ამ ადამიანებში სიმსივნური დაავადებები არ გვხდება. აი ასეთ ბრმა ადამიანებში არ არის მელატონინი. ასევე კიდე ერთი კვლევა იყო უკვე. სულღამია. ეპიფიზისთვის არის სულღამე და 24 საათი წარმოქმნის ჭარბად მელატონინს, კი. ასევე იყო შემდეგი ფრანგული კვლევა, უკვე რომელიც ჩაატარა მონპელიეს უნივერსიტეტმა, მონპელიეს დიდი საუნივერსიტეტო კლინიკამ, სადაც არის სხვადასხვა ქრონობიოლოგიის ევროპის ინსტიტუტი. სადაც შესწავლილი იქნა ღამის ცვლაში მომუშავე ექთნები და ღამის ცვლაში მომუშავე ბორტგამცილებლები, რომლებიც თვითმფრინავებში მუშაობდნენ. სადაც აღინიშნა 4ჯერადად მეტი ეს მსოფლიო მასშტაბის კვლევა იყო ძუძუს კიბოს რისკი ქალებში და პროსტატის კიბოს და ნაწლავის კიბოს უბრალოდ გაზრდილი მაჩვენებლები მამაკაცებში. ანუ სადაც ღამე დარღვეული იყო მელატონინის წარმოქმნა, ღამის სინათლე, რომელიც აქვეითებდა მელატონინის წარმოქმნას, იმ ადამიანებში მაღალი იყო მელატონინის უბრალოდ ონკოლოგიური დაავადებები. ანუ სადაც მელატონინი იყო დაქვეითებული ჭარბი სინათლის გამო ღამის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, რომელიც ხელს უშლის, აი შიზოფრენია და რაღაცა მიზეზით, არ ვიცით, რითი ახდენს მელატონინის წარმოქმნის გაძლიერებას. ხა ჩვენ ვიცით, რომ მელატონინი არ წარმოიქმნება მარტო ეპიფიზში, ვიცით, დიდი რაოდენობით წარმოიქმნება ნაწლავების აპოტ სისტემის უჯრედებში. ასევე საინტერესო ფაქტია კიდე, რომ როდესაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ზიგოტა რო წარმოიქმნება, პირველი რეცეპტორი, რომელიც ზიგოტას უჩნდება, ეს არის კორტიზოლის რეცეპტორი. ანუ მაშინ ამბობენ, რომ ადამიანი სტრესისთვის და ნერვიულობისთვის არის განკუთვნილი ჩანასახიდან. მეორე რეცეპტორი არის ესტროგენის რეცეპტორი, ანუ დედის დაცვის მხარე გამოდის, ანუ ქალის ჰორმონის, სასქესო ჰორმონის რეცეპტორი მოდის და მესამე არის უკვე სტრესისგან დაცვის მელატონინის რეცეპტორი ჩნდება ზიგოტაზე. ანუ მერე იწყება ზიგოტა, მერე იყოფა ზიგოტა და უკვე ამის მერე ხდება სხვა ზიგოტის ორად გაყოფა. მერე ოთხად იყოფა და მერე უკვე ახალი რეცეპტორი. მაგრამ პირველი რეცეპტორი არის კორტიზოლის რეცეპტორი, მეორე რეცეპტორი არის ესტროგენის და მესამე არის მელატონინის რეცეპტორი. ანუ ცენტრალური ნერვული სისტემის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე იწყება ჩანასახიდან და არეგულირებს უკვე უჯრედთა დიფერენცირებას ცენტრალური ნერვული სისტემის სტრუქტურა. დღემდე ვერავინ ვერ გაიგო, სხვათა შორის და საინტერესოა ის, რომ ზიგოტა საშვილოსნოში იმყოფება დაახლოებით 7 დღე პლაცენტის ჩამყნობის გარეშე, ენდომეტრიუმის ჩამყნობის გარეშე და ის უჯრედები მოროლა სტადიას ისე აღწევს, რომ ერთნაირ გარემოში არიან, ერთნაირ გარემოშია ყველა უჯრედი, მაგრამ დიფერენცირება სხვადასხვა მიმართულებით ხდება. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ქსოვილებში რომ უჯრედების სხვადასხვა მიმართულებით დიფერენცირება მოხდეს, მას სხვადასხვა გარე ფაქტორი ჭირდება და სხვადასხვა რეცეპტორი, მაგრამ ის ერთი რეცეპტორი, მაგრამ ფაქტია, რომ ნერვული გავლენა, ნერვული იმპულსები, რომელიც საშვილოსნოს ღრუდან გადაეცემა ლორწოვანი გარსით ზიგოტას შემხებლობით სხვადასხვა დროს ახდენენ სხვადასხვა უჯრედებად დიფერენცირებას მათ. აქედან გამომდინარე, ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის მელატონინის კონცენტრაციის დღე-ღამური ცვალებადობა, ანუ ცირკადული რიტმი, ღამის ცვლაში მომუშავებში ირღვევა მელატონინი და ემართება სხვადასხვა დაავადებები. არტერიული ჰიპერტენზიის დროს პირველად ესენციური ჰიპერტენზია, რასაც ქვია, იქაც მე და ძალიან დიდი კვლევა ჩატარდა. მაშინ იყო ლოზანას უნივერსიტეტი, ნეფროლოგიის და ჰიპერტენზიის დეპარტამენტის უფროსი პროფესორი მიშელ ბურნიე, შვეიცარიის მოსახლეობა და საქართველოს მოსახლეობა იყო ჩართული, ეს იყო დიდი კოჰორტული კვლევა. კაპიტანი გაენე სიმონია და მე ვიყავით მთავარი მკვლევარები. საქართველოში 333 ოჯახი იქნა შესწავლილი ესენციური პირველადი ჰიპერტენზიით, რომელსაც ჰქონდათ გენეტიკური ჰიპერტენზია, ეს იყო მგრძნობიარე ჰიპერტენზია და ასევე იყო ანალოგიური რაოდენობის ოჯახები შვეიცარიაში, ეს Circulationში გამოქვეყნდა ეს სტატია. სადაც ნანახი იქნა, რომ მელატონინის სეკრეციის დაქვეითება 24 საათიან შორტში პირდაპირ ასოცირებული იყო პირველადი ჰიპერტენზიის
რეზისტენტობასთან მედიკამენტური თერაპიისადმი და როცა ამ პაციენტებში მოხდა მელატონინის სუპლემენტაცია, ისინი მგრძნობიარე გახდნენ მედიკამენტური თერაპიისადმი. პირდაპირ ანუ წრევის წამბას სვამდა დიდი რაოდენობით, მაგრამ მაინც მაღალი რჩებოდა. და როდესაც მელატონინის სუპლემენტაცია მოხდა, მაგ შემთხვევაში უკვე გასწორდა, მაგრამ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ჩვენ სისხლში პარალელურად საზღვრავდით თავის ტვინის სისუფთავეს ამოწმდით რითი საზღვრავდით შრატის ამილოიდი ალფა, რომელიც არის წვავე და ქრონიკული ანთების მაჩვენებელი, როგორც თავის ტვინში, ასევე პერიფერიის და ბევრად უფრო სენსიტიური ანთების ცილა, ვიდრე C-რეაქტიული პროტეინი, საზღვრავდით ბეტა ამილოიდის კონცენტრაციას და საზღვრავდით ამ ტაუ ცილების კონცენტრაციას. ვაფასებდით თავის ტვინის გასუფთავების ხარისხს, ძილი ქონდა თუ არა ადეკვატური. ყველა ადამიანს, რომელსაც ქონდა ასეთი რეზისტენტული ჰიპერტენზია, ყველა პაციენტს ქონდა პრობლემა სწრაფი და ნელი ძილის მონაცვლეობის. ამან მერე გამოიწვიეს, რომ ეს კვლევა გაგრძელდა იმით, რომ ჩვენ ვუღებდით პაციენტებს ენცეფალოგრამებს, როგორც საქართველოში, ასევე შვეიცარიაში და პარალელურ რეჟიმში ენცეფალოგრამის გადაღებას ხომ მოგესწრება ჭირდება რაღაცა უფრო მეტი დრო ვიდრე კარდიოგრამის გადაღებას. პარალელურ რეჟიმში როცა ენცეფალოგრამას იღებდა პაციენტი, იმ დროს იღებდა კარდიოგრამასაც. და ეს კარდიოგრამაც უწყვეტად იღებოდა და აღმოჩნდა, რომ თავის ტვინის ალფა ტალღების აქტივობა, ისევე როგორც ბეტა ტალღების პირდაპირ კორელაციაში იყო სინოატრიალური კვანძის და ატრიოვენტრიკული კვანძის გამტარებლობასთან. რეალურად, ნეიროჰორმონული გზა, ეს არ არის ნერვული გზა არ იყო, ეს იყო პირდაპირ კრეატორული, ქიმიური გზაც კი ნეიროჰორმონული მექანიზმით გამპირებული, პირდაპირ გავლენას ახდენდა გულზე. თითქოს ერთნაირად ლაპარაკობდი ენცეფალოგრამა და კარდიოგრამა. რომ ალგორითმით გადაგვეყვანა და გადავიყვანეთ ჩვენ ეს და ეს სტატიაც გამოქვეყნა მაშინ GMA ჟურნალში. მაგ შემთხვევაში პირდაპირი კავშირი იყო ცენტრალური ნერვული სისტემის და მიოკარდიუმის ასე ვთქვათ მსჯელობას შორის და ყველაზე მდგრადი და სინქრონული იყო თავის ტვინის და გულის კუთხის ფუნქციონირება ერთობლივ, სინქრონული, როდესაც პაციენტებს ჰქონდათ მელატონინის მდგრადი დონე და როდესაც არ ჰქონდათ და იყო დესინქრონოზი გულის კუთხის მუშაობასა და თავის ტვინის შორის და როცა გამოვასწორეთ მელატონინის სუპლემენტაცია, ყველა პარამეტრი გასწორდა. ორი ქვეყანა მუშაობდა საქართველო და შვეიცარია, მთავარი მკვლევარი იყო პროფესორ მიშელ ბურნიე და შესაბამისად ძალიან მაღალი გაიარა გადამოწმებები ამ კვლევამ და საკმაოდ დიდი გამოხმაურება პოვა, იმიტომ რომ შვეიცარიაში დაინერგა უკვე ამის გამოყენება, საქართველოში ჯერ არ დაინერგილა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ვამბობ თავის ტვინის ნეირომედიატორული აქტივობა და მელატონინი როგორც ერთ-ერთი ნეირომედიატორი მნიშვნელოვანი, ისევე როგორც სეროტონინი, ისევე როგორც ჰისტამინი, ისევე როგორც დოფამინი და რუხი ბირთვის ფუნქცია პირდაპირ კორელაციაში, იმიტომ რომ რუხ ბირთში არც ერთი უჯრედი არ არის, რომელსაც მელატონინის რეცეპტორი არ ჰქონდეს. და პინიალოციტებს, იმ უჯრედებს, რომელშიც მელატონინი წარმოიქმნება, აქვთ მხოლოდ კორტიზოლის რეცეპტორები, მათ არ აქვთ ადრენერგული რეგულაცია. მათ შეუძლიათ მხოლოდ კორტიზოლით დაინგრენ, ამიტომ რომ სტრესი ანგრევს მელატონინის წარმოქმნას და მერე სტრესი აპირობებს ნეიროფსიქიკული დისბალანსს, ამ GABA-ერგული, გლუტამატერგული, ჰისტამინერგული სისტემების აქტივობას, რომელიც მერე უკვე აისახება მთელს შინაგან ორგანოებს. მაგალითად ჩვენ ფსიქოემოციურად, როდესაც რაღაცა სტრესს მივიღებთ, იქ მოდის კორტიზოლი, მოდის ადრენალინი, მოდის ნორადრენალინი, მაგრამ მათ საპირისპიროდ თუ მელატონინი ვერ გამოიყო, მელატონის სიმშვიდე ვერ წამოვიდა, სამაშობლოდ მოხდება ეს პოსტტრაუმული სტრესული დაავადება, რომელიც მერე უკვე აისახება შინაგან ორგანოების დაზიანებას. ეხლა ჩვენ როდესაც ვიღაცა გვაბრაზებს, სახეზე გვეტყობა გაბრაზება, მაგრამ ეს მიმიკურ კუნთებზე ხდება, ხო? იგივე ნერვული რეგულაციით მიდის ღვიძლში და ნაყლის სეკრეცია სხვანაირად ხდება. იმიტომ რომ ეს ინფორმაცია როგორც ჩვენ მიმიკურ კუნთებს გადაეცემა, ისე გადაეცემა მთელ შინაგან ორგანოებს. შეიძლება აჩქარდეს გულისცემა და ვიგრძნოთ ეს, როცა ვიღაცა გაგვაბრაზებს, შეიძლება აგვეწიოს ცნევა, იმიტომ რომ პირდაპირ გავლენა მენტალური მდგომარეობა პირდაპირ გავლენას ახდენს შინაგან ორგანოებზე და შესაბამისად ახლა ცნობილია სტრესული წყლული. როდესაც ადამიანის კორტიზოლი ჭარბი რაოდენობით გამოეყოფა, წყლოვანი დაავადება ვითარდება და სტრესული წყლი ძნელად ხორცდება, ვინაიდან მუდმივად თუ მოქმედებს კორტიზოლი,
ჰიპოთალამო, ჰიპოფიზ თირკმელზე ჯირკვლის ღერძი გააქტიურებულია და კორტიზოლი მუდმივად მოდის, რა თქმა უნდა, კორტიზოლი წყურს არ შეახორცებს. ახლა ამიტომ როცა პრედნიზოლონის ჭარბად პრედნიზოლონს უნიშნავთ ადამიანს, ანუ ეგზოგენურ სინთეზურ კორტიზოლს განვითარებისთვის თამცავს აუცილებლად პარალელურად ვაზლებთ ისე როგორც კალიუმის პრეპარატს, ანუ რომ იმიტომ რომ სტეროიდების მიღების ფონზე კალიუმი და ელექტროლიტები იცლება. ახლა როცა ორგანიზმში ენდოგენური კორტიზოლი წამოდის, ჩვენ გასაგებია რომ რისკის ქვეშ ორთაწლოვანი დაავადება განვითარდეს, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ელექტროლიტების რაოდენობაც ქვეითელოს. ხო შედეთ ცერებროსპინალურ სითხეშიც კი ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია. როცა მელატონინი დეფიციტურია და დრენაჟირება ამ გლიმფური სისტემის ვერ ხდება და თავისთავად ვერ იცლის იმისთვის რომ ადეკვატური ძილის განმავლობაში მოახდინოს თავისთავად დეტოქსიკაცია, რაც დღის განმავლობაში დაგროვდა ეს ტოქსინები და ღამე გამოიყოს, ზუსტად ეს განაპირობებს ადრეულ დაბერებას, ზუსტად ეს განაპირობებს ადრეულ ორგანოთა დაზიანებას, შინაგან ორგანოთა დაზიანებას, იმიტომ რომ ნეიროკონტროლი იშლება მთელს ორგანიზმში. აი ცნობილია რომ ახლა მაგათაც ნერვი რო გადაუჭრათ კონცის კონთი ატროფიას განიცდის, ხო? კი, ბევრი აცეტილქოლინის რეცეპტორი წარმოქმნა თავიდან, იმიტომ რომ დაიჭირეს ეს ისინი, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ის კონთი აღარ ფუნქციონირებს, იმიტომ რომ ნეიროტროფიკა აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით სინაფსებში გარდა მედიატორებისა რა საკვები ნივთიერებები წარმოქმნება, იმიტომ რომ დღეს არ არსებობს არც ერთი უჯრედი, რომელთანაც ნერვის დაბოლება არ მიდიოდეს, როგორც კაპილარი მიდის და კვება სიმოჯრეს ისე მიდის ნერვი, ხო? რაღაცა ინფორმაცია ექვე მიაქვს. ამიტომ ფსიქიკურ ჯანმრთელობას კიდევ ერთხელ გავემეორებ თავის მელატონინით როგორც უნივერსალური რეგულატორით და სინქრონიზატორით, იმიტომ რომ დასვენება რეჟიმს, დასვენება აქტივობის მონაცვლეობას განაპირობებს მელატონინი, იმიტომ რომ მისი რეცეპტორი ყველგან არის და ეს წარმოიქმნება ყველაზე, ანუ დირიჟორობს, ასე ვთქვათ, სხვა ჰორმონებს, ეპითალამუსი მდებარეობს ზემოთ და ის არეგულირებს ჰიპოთალამუსის ჰიპოფიზური სისტემის მოქმედებას, თავისი სუპრაქიაზმული ბირთვით, რომელიც არის უკიდეგანოდ პატარა, მაგრამ მის გარშე სიცოცხლე წარმოუდგენელია. ამიტომ დაავადებას როცა მკურნალობთ, ახლა მე შინაგან მედიცინაშიც მუშაობ და ონკოლოგიაშიც, ესე როგორც სამედიცინო გენეტიკაში, ყოველთვის ვახდენ ფოკუსირებას იმაზე, რომ ადამიანს უნდა კონდეს სრულყოფილი ძილი და უნდა კონდეს ადეკვატური მენტალური ჯანმრთელობა. ონკოპაციენტები იქნება ეს თუ გასტროენტეროლოგიური თუ რევმატოლოგიური, ყველას აქვს საფუძვლად ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემა. ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემას არ ნიშნავს, რომ ის სტიგმის ნიშანი უნდა გახდეს. ახლა დღეს უკვე დარეგულირდა ეს, რომ ადამიანებს ფსიქიატრთან მისვლა აღარ ეთაკილებათ. ადრე თითქოს რაღაც ის იყო აუცილებლად ფსიქიატრთან მისვლა რაღაცა გასაიდუმლებელი უნდა ყოფილიყო და დღევანდელ პირობებში კორიგირებული ნერვული სისტემა და თავისი ნეირომედიატორული სინქრონული სტატუსი, როგორც არის მაგალითად სეროტონინის, მელატონინის, დოფამინის ცვლა, განაპირობებს ჩვენი მკურნალობის ანტისიმფსონური იქნება ეს თუ კარდიოლოგიური თუ გასტროენტეროლოგიური მდგრადობას, ანუ შედეგი თუ გვიდა მივიღოთ, თავის თვიმა უნდა მოქცეს მხარდაჭერა. თუ თავის ახლა ჩვენ ახლა რაც არ უნდა ბეტა-ბლოკერი დავნიშნოთ და სიმპათიკური ტონუსი მოდიოდეს, ახლა ვერაფერს ვერ უზამთ, ხო ახლა ლოკალურად ბეტა-ბლოკერი იჭერს, მაგრამ ეს ცენტრალური რეგულაცია ზიანებს ახლა თუ ახლა დღეს ახლა უამრავი ანტიდეპრესანტი არსებობს, როგორც არის სეროტონის უკუშეწოვის სპეციფიკური ინჰიბიტორები. ახლა ჩვენ მქონდა სხვათა შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში კვლევა, რომელიც ვიძებნება ახლა Google-შიც, ჩვენ ყავდა პაციენტები, რომლებსაც მელატონის წავე დეფიციტი ჰქონდა 24 საათიან შარტში. მე მაშინ რეზიდენტურაში ვსწავლობდი საფრანგეთში. როდესაც მოვახდინეთ ამ ჯგუფის გამოყოფა და მაშინ საფრანგეთში აპრობირდა პრეპარატი აგომელატინი, ანტიდეპრესანტი, ეს იყო სერვიეს პოზიცია და კლინიკური კვლევა მიმდინარეობდა, რომელსაც მთავარი მკვლევარი მე შინაგან მედიცინაში უკვე მქონდა ლიცენზია და მთავარი მკვლევარი მე ვიყავი და გაკეთდა კვლევა სარდიო ჯირკვლის სიმსივრით დაავადებულ პაციენტებზე, რომელსაც ჰქონდათ მელატონის მწვავე დეფიციტი 24 საათიან შარტში, ანუ მელატონის სულფატის. და ეს ანტისიმფსონური თერაპიასთან ერთად ეძლეოდა აგომელატინი გარკვეული ჯგუფის პაციენტებს, რომელსაც დეპრესიის ნიშნები არ ჰქონდათ, ამბობდნენ პაციენტები, ჩვენ დეპრესიაში არ ავართო. აი თქვენ რო ბრძანეთ, რომ ძილი კარგი მაქვს, მეძინება კარგად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მართლა ადეკვატურად და ხარისხიანად ძინავს. და მეორე ჯგუფი იყო პაციენტები, რომლებიც ასევე მწვავე დეფიციტი ჰქონდათ მელატონინის ორგანიზმში, მელატონის სულფატი დეფიციტი იყო შარტში, 24 საათიან შარტში, მაგრამ
მათ ეძლეოდათ კლასიკური ქიმიოთერაპია, ანტისიმფსონური თერაპია. ორი ჯგუფი იტარებდა ერთნაირ ანტისიმფსონურ კურნალობას, მაგრამ ერთი ჯგუფი დამატებით იღებდა აგომელატენს. ეს კვლევა დარეგისტრირდა როგორც კლინიკური კვლევა, მესამე ფაზის კვლევა იყო და შემდეგ მოხსენდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მეიოს კლინიკის ტერიტორიაზე როჩესტერში ჩატარდა და იქ მოხსენებაც ჰქონდა ამასთან დაკავშირებით. სადაც აღმოჩნდა, რომ პაციენტები, რომლებიც აგომელატინით მკურნალობდნენ ანტისიმფსონური თერაპიის პარალელურად, მათ 60%-ში მიიღეს რემისია იმ პაციენტებთან შედარებით, რომელსაც 29.5%-ში მიიღეს რემისია, რომელიც აგომელატინის გარეშე მკურნალობდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება იყო იმასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჰორმონების და ნეირომედიატორების გრადობის და სრულყოფილების გავლენა სომატური დაავადებების მკურნალობაზე. იმიტომ რომ ახლა ცალკე არანაირად არ უნდა იყოს ფსიქიკური ჯანმრთელობა სომატური დაავადებებისგან. იმიტომ რომ ეს არის ერთიანი სისტემა. ეს კიდე იყოს სეროტონინერგული, კიდე იყოს გაბაერგული სისტემის დარღვევა, კიდე იყოს კატეხოლამინერგული და ასე შემდეგ. ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ყველაფერი უნდა იყოს სინქრონში, იმიტომ რომ თუ ნერვული სისტემა ადამიანს წესრიგში არ აქვს, ვერც ერთი ადამიანის უჯრედი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას თავის ტვინის გარეშე. ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. ეპიზოდი მოგზაურობის და ამ შემთხვევაში არა მარტო თქვათ მელატონინზე, ეს ხო ძილი, ანუ რეალურად ძილში ჩვენ არ ვიშორებ, ძილში გაცილებით უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესები ხდება ჩვენ ორგანიზმში, ვიდრე გასუფთავდეს თავის ტვინი დღის განმავლობაში მიღებული ნეგატივისგან და დილით რო გავიღვიძებთ, უნდა ვიყოთ მხნედ. და ამოდოს აქტიური ამოდროს საინტერესო პროცესები ხდება, რომელიც ტოტალურ გავლენას ახდენს არა მარტო ჩვენ მენტალურ მდგომარეობაზე, არამედ ანუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და ასე შემდეგ. მე მინდა ორ საკითხს შევეხო. პირველი ეს იყო სტიგმა და ალბათ არ არის არასდროს ჩემი გამოსვლა, სადაც არ უნდა იყოს ჩემთან ნებისმიერ ტელევიზიაში თუ ნებისმიერ სივრცეში ლექციას და შემდეგ რო სტიგმას არ შევეხო. იმიტომ რომ ზოგადად მენტალური ჯანმრთელობა განსაკუთრებით თქვათ იმ პერიოდში, როდესაც ადამიანის ბიოქიმია, ფიზიოლოგია კარგად არ იყო შესწავლილი, უფრო რაღაცა არამატერიალურ, აბსტრაქტულ, სულიერ რაღაცა არამატერიალურ, ასე ვთქვათ, ფენომენებთან იყო დაკავშირებული და დღეს მედიცინა, ფიზიოლოგია, ბიოქიმია, ბიოლოგია იმდენად წინ არის წასული და ახლა თქვენც გამოგზაურეთ ამ ძალიან საინტერესო სამყაროში, რომ რამდენად მჭიდრო კავშირებია და არა მარტო თქვათ იქ სიმპათიკური ან პარასიმპათიკური ნერვული სისტემის და სტრეს ჰორმონების, აღმოჩნდა რომ კიდე უამრავი პარალელური და ძალიან საინტერესო მექანიზმები მიმდინარეობს. ამიტომ დესტიგმატიზაციას ზუსტად ერთ-ერთი ფაქტორი, რაც განაპირობებს, არის მენტალური ჯანმრთელობის ასოცირება ჩვენ პიროვნებასთან. რომ მე თუ კუჭი მტკივა, ეს არის კუჭის პრობლემა და არა ჩემი პიროვნების, მაგალითად გუგას ხარუძის, ხო, მაგრამ თუ მე მაქვს ფოთითი პრობლემა, ეს არის რაღაცა პიროვნული, ანუ გუგას ხარუძის პირადი პრობლემა. რეალურად ესე არ არის და მენტალურ პრობლემებსაც აქვს ისეთივე მატერიალური, ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური საფუძვლები, როგორც ნებისმიერ ჩვენ სხვა ფიზიკურ პრობლემას, ამიტომ მათთან ჩარევაც უნდა მოხდეს ძალიან მიზნობრივად, სწორად, სწორი ბიოქიმიური მექანიზმების ცოდნით, სწავლების სწორად შერჩევით, სწორად დანიშვნით, რაც რა თქმა უნდა არის ერთადერთი გზა და ეს კომპლექსური მიდგომით და მულტიდისციპლინარული მიდგომით და მე ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, იმით რომ მიწევს მუშაობა, თანამშრომლობა, მათ შორის ჩვენს გქონია ძალიან ბევრი გამოცდილება თანამშრომლობის და რაღაც საერთო პაციენტების მართით, რომელიც არის ალბათ უნიკალური მექანიზმი და შესაძლებლობა იმისაც, რომ ადამიანებს კიდევ უფრო კარგად დავეხმაროთ და რაც შეეხება ჩვენ საუბრობდით წეგან მელატონინზე და ონკოლოგიაზე ბევრი ვისაუბრეთ, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. მე მინდა ჩემი ეს სამწუხაროდ მეცნიერების ფარგლებში ვერ მოვაქციე, მიუხედავად იმისა, რომ COVID პანდემია როგორც სტრეს ფაქტორი და პოსტტრაუმული სტრესის ანუ მაგენერირებელი ეს ჩვენ მოვასწარით და 2020 წლის მაისშივე დიდი კვლევა გავაკეთეთ, რომელიც ასე ვთქვათ გამოქვეყნდა, მაგრამ შემდგომა ჩემმა დაკვირვებამ ეს რეტროსპექტულად მოხდა. აჩვენა ის, რომ
რადგან მე მელატონინს საკმაოდ ხშირად ვიყენებ და ჩემ კლინიკურ პრაქტიკაში ესეც წამყვანი მედიკამენტია, თუმცა რა თქმა უნდა მაჩვენა ის რომ ანუ სიკვდილიანობაა. ანუ COVID ინფიცირების შემთხვევაში ძალიან ნაკლები იყო ეს. არის უბრალოდ კლინიკოსის ასე ვთქვათ ზეპირი განცხადება და სამწუხაროდ იმის გამო რომ დროულად ვერ მოხდა ამის დაფიქსირება, ამის აღრიცხვა და მეცნიერულ სტანდარტებში ეს ვერ მოექცა, თუმცა აი ამ ყველაფერი ჩემი პირადი დაკვირვების ფონზე მე დავინტერესდი და დავიწყე ძიება, რომ ჩემი გამოცდილება როგორ შეიძლება ამასთან კავშირს ყოფილიყო და აღმოაჩინე უამრავი მექანიზმი. როგორ შეიძლება მელატონის დაეცვა ჩვენი ჯანმრთელობა COVID პანდემიის დროს სიკვდილიანობისგან იგივე ციტოკინურ შტორმზე პირდაპირ გავლენა და ბლოკირება ქონდა. NF გაგზავს პირდაპირ ბლოკავდა და შესაბამისად მწვავე ანთებას ის ამცირებდა თავისი ინტერლეიკინი 6-ის. ალექსანდრე, მე მინდა კითხო ერთი ძალიან საინტერესო პასაჟი იყო წეღან და დაუბრუნდე იმ ნაწილს, სადაც ახსენეთ, რომ ანუ მელატონინი არარეგულირებადია და თქვა თავისუფალ გაყიდვაში ისევე როგორც ეგრეთ წოდებული ბადები, ხო, ანუ საკვები დანამატები. და რაღაცა რა თქმა უნდა მას უსაფრთხოების და ასე ვთქვათ ნაკლები ზიანის მიყენების საკმაოდ მაღალი კოეფიციენტი აქვს, მაგრამ ალბათ მაინც არის რაღაცა სპეციფიკური საკითხები, რომელიც უნდა შევამიჩნიოთ როგორც ჩვენ კოლეგებს, ექიმებს, ასევე ჩვენს მოსახლეობას ადამიანებს და რა არის ის შეზღუდვები, რა შეიძლება იყოს რისკები, რომლებიც მელატონინის არასწორ უმართავ და არარეგულირებად მოხმარებას და შეიძლება იყოს ასოცირებული. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც ადამიანის ორგანიზმს არ სჭირდება, არ აკლია, ეს ნივთიერება მას ჭარბად არ უნდა მიეწოდოს. მე კიდევ ერთხელ დავკონკრეტდები იმაში, რომ მელატონინი ძალიან სინთეზური მელატონინი, რომელიც დღეს მსოფლიოში გაყიდვაშია, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში უკვე მაღაზიებში იყიდება, ლამის აპტეკების გარდა ძალიან მცირე რაოდენობით ხდება მისი შეწოვა. ტოქსიური მაჩვენებლის მიხედვით მისი ინტოქსიკაცია პრინციპში არც აღწერილა და არც დაფიქსირებულა. თავის მოკლის მიზნით მელატონის ვერ დალევს ადამიანებს. თუმცა ახლა ძალიან ბევრი ბიოლოგიური და აქტიური დანამატები იყიდება მოგეხსენებათ, რომელიც მელატონინზე უფრო მეტად ტოქსიურობით გამოირჩევიან და ასევე რეგულაციების შეშედარებით დაბალი სტანდარტები აქვს ვიდრე მაგალითად ქიმიურ წამლებს. თუმცა გავითვალისწინოთ, რომ ეს მელატონინი, რომელიც აფთიაქში იყიდება, ესეც ქიმიურია. ნატურალური მელატონის ბრონა ჯერჯერობით არ არსებობს, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ჩდება. პაციენტები, ექიმები და პაციენტები, რომლებიც ნიშნავენ და პაციენტები, რომლებიც იღებენ მელატონინს, მათ უნდა იცოდეთ, რომ მათ ორგანიზმს მელატონინი ჭირდება. დღეს ძალიან მარტივი შედარება შეგვიძლია გავაკეთოთ, იმიტომ რომ ძალიან მოდური გახდა დღეს D3 ვიტამინის კონტროლი სისხლის პლაზმაში. D ვიტამინის კონცენტრაცია, D ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანი ჰორმონია, სასიცოცხლო მნიშვნელობის ვიტამინია, ეს არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელიც ბავშვობიდან დაწყებული დასრულებით და ხანდაზმულობით ან გერიატრიულ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ძალიან ბევრი აზრია იმის შესახებ, რომ D ვიტამინი უნდა გავაკონტროლოთ, არ უნდა გავაკონტროლოთ, იმიტომ რომ D ვიტამინი ადრე არ იყო ასეთი აქტუალური მისი კონტროლი როგორც დღეს, მაგრამ დღეს კლიმატოლოგებმა უკვე დაადასტურეს ის ფაქტი, რომ დაახლოებით 11 კილომეტრიანი CO2-ის და მეთანის გარსი აკრავს ოზონის ეკრანს და შესაბამისად ის ულტრაესფერის სხივები, რომლებიც ჩვენს კანში D ვიტამინის გამომუშავებას განაპირობებს, არ არის იმდენად ეფექტური, აქედან გამომდინარე D ვიტამინი აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს და თუ საჭიროა მისი სუპლემენტაცია უნდა მოხდეს, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ D ვიტამინსაც აქვს ტოქსიკური დოზები თავისი. და D ვიტამინის ინტოქსიკაცია ჩვენს მტერს, იმიტომ რომ მას აქვს ძალიან სერიოზული ხვერდითი მონაყრე. D ვიტამინი მარტო ვიტამინი არ არის, ჰორმონიც არის და შესაბამისად ბევრი სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია მის ჭარბ დოზირებას. ასევე არის მელატონინი, თუ მელატონინის სულფატი, რომელიც არის ოქროს სტანდარტი მელატონინის დეფიციტის შეფასების. 24 საათიან შარჯში პაციენტს არ აქვს დეფიციტური, მაშინ მაღალი დოზების მელატონინის მიღება პაციენტისთვის შეიძლება გახდეს საზიანო და მან პირიქით ძილღვიძილის ფაზებიც კი შეიძლება დაარღვიოს. და აქედან გამომდინარე პაციენტს უფრო მეტად ეძინებოდეს, აი პაციენტი დას დაუნიშნავენ და შეიძლება დაუნიშნოთ მელატონინი და მეორე დღეს პაციენტმა გითხრათ, რომ აი 3 დღეა უკვე ვერ გამოვიღვიძე, სულ მეძინება, სულ ძილად. ანუ ამ ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ჯობია რომ იქნას შესწავლილი შარდში მელატონინის 24 საათიან შარდში მელატონინის სულფატის კონცენტრაცია
და მელატონინი დავნიშნოთ დოზა გამოკიდებულად. და ასეთ შემთხვევაში პაციენტი ბენეფიტს მიიღებს და ექიმიც ძალიან კარგ შედეგს მიიღებს კორნალობის დროს. თუმცა დაბალი დოზის მელატონინი, როგორც არის ძალიან თქვენ ახსენეთ სპრეის სახით, რომელიც 1.7 მგ-ს არ ცდება, ის შეუძლია ყველა ადამიანს მიიღოს როგორც ანტიოქსიდანტის სახით. აქედან გამომდინარე 1.7 მგ-ზე ბოდიშით მელატონინის მიღება ეს არ არის სახიფათო და შეუძლია მოსახლეობის ყველაფერთან მიიღოს, ოღონდ გაითვალისწინო, რომ მელატონინი ვინაიდან ღამე გამოიყოფა ორგანიზმში, მისი ეგზოგენური მიღებაც უნდა დაემთხოს მის ფიზიოლოგიური გამოყოფის დროს. ანუ დილით არც ერთ შემთხვევაში არ დადოს, იმიტომ რომ ორგანიზმის ბიოლოგიურ საზს ძალიან არევს. ან კვეტრად ადრე მიღება, მაგალითად არის ხოლმე ხშირად ადამიანებს ხონიათ ეს რომ წარმოადგენა რომ რადგან ამ საათზე ვიძინებ 2-3 საათით ადრე უნდა მივიყო და 9 საათზე იღებ მელატონინს, რომელმაც შეიძლება პირიქით ხელოვნურად გადმოგვიწიოს და არასწორად ბიოლოგიური რითმი აგვიწიოს ან ისიც არასწორია 3 საათამდე თუ არ გვეძინება 3 საათზე მელატონის მიღება, იმიტომ რომ გადაწიოს. ფაქტობრივად ერთ-ერთი ჩინური ჰონკონგის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის კვლევა იყო ის, რომ ადამიანებს, ანუ ეს ცნობილი ფაქტია, ხათ ფსიქიატრებმა ძალიან კარგად იცით, რომ ღამის სადაც 2-3-დან 4 საათამდე პაციენტებს ხშირად ეღვიძებათ კოშმარული იდეებით და აზრებით და რაღაცა სუიციდების მცდელობებით რაღაცა ჯგუფი არსებობს ასეთი ადამიანების, რომლებიც რაღაცა სერიოზული პრობლემები აქვს და აღმოჩნდა, რომ ზუსტად ამ ადამიანებშიც ხშირად არის ბიოლოგიური საათი მკვეთრად მოშლილი. აი ამ ადამიანებში ყველაზე მეტად არის ხოლმე მელატონის სულფატის კონცენტრაციის განსაზღვრა მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მაგ დროს მელატონის შეყვანა ძალიან ამცირებს ამ ღამის გამოღვიძებების, ამ დროში გამოღვიძებების რიტმს, თორე არც კი შეგიძლიათო გაუზომოთო ეს კვლევა ამბობს პაციენტს მელატონინი პირდაპირ შეგიძლიათ ასეთ ადამიანს, რომელიც ღამე ერთი და იგივე დროს ეღვიძებათ და საათ შეხედავთ 3 საათი ან 4 საათი, ამ დროს უკვე მელატონის ინდიკაცია, მელატონის დეფიციტი რო აქვს, უკვე არის პირდაპირ მოცემული. ახლა ჩვენ საუბრობდით ალექსანდრე თქვათ მინიმალური რისკების შემთხვევაშიც განსაკუთრებით დაბალ დოზები აღნიშნეთ რომ პრაქტიკულად რისკებს არ შეიცავს. აი მაგალითად ცნობილია ეს ფაქტი რომ თქვათ 60 წლის ზემოთ მელატონის უვადოდ დანიშნა შეიძლება, იმიტომ რომ ბუნებრივად ჩვენი ეპიფის აქვს ან ჯირკვალს დაქვეითებული ფუნქცია და ბუნებრივად ფიზიოლოგიურად გვაქვს მელატონის დეფიციტი. აი ახალგაზრდების შემთხვევაში ან ეგრეთ წოდებული გარდატეხის ან მოზარდობის ასაკში ალბათ უფრო მეტი ყურადღება გვმართებს და მეტად კონტროლი მელატონის მიღების რაიმე გავლენა ამ შემთხვევაში მისმა ესე ჭარბად მოხმარებამ ხო არ შეიძლება გამოიწვიოს. რაც შეეხება ახალგაზრდა ასაკს, ახლა ეპიფიზი, სადაც მელატონის ერთ-ერთი ძირითადი დონატორი ჯირკვალია, განიცდის ასაკობრივ ინვოლუციას. ასაკობრივ ინვოლუციას განიცდის ასევე პარალელურად ეპიფიზისა იმუნური სისტემის ცენტრალური ერთ-ერთი ორგანო, როგორც არის თიმუსი, ანუ კერდუკანა ჯირკვალი და ასაკობრივ ინვოლუციას განიცდის სხვა ბევრი ორგანოები, რომლებიც ნელ-ნელა აქვეითებენ მის ფუნქციონირებას, მაგალითად სათესლე ჯირკვლები მამაკაცებში, ქალის საკვერცხები, ქალბატონებში და დასში. პირდაპირ სინქრონში არიან ესენი მელატონინის სეკრეციის დაქვეითებას, მაინც ის დირიჟორობს სუპრაქიაზმული ბირთვი, ეპითალამუსი და ეპიფიზი. ახალგაზრდებში დაახლოებით სქესობრივ მომწიფებამდე მელატონის კონცენტრაცია არის პიკური მაჩვენების ყველაზე მაღალია სისხლში, ისე როგორც მელატონის სულფატის შარტში. ბავშვების სქესობრივი მომწიფების და ფსიქიკური განვითარების ჯანმრთელობაზე ერთ-ერთი სხვათა შორის კარგი ინდიკატორია ბოლო პერიოდში წამოსული ასეთი ანუ ცისფერი ნათებები რო არის, ღამე რო კომპიუტერი უდევს მაშინ საწოლში და უყურებენ შაღამემდე ასე მობილურის ეკრანებს, განსაკუთრებით ბავშვებში და წამოვიდა თითქოს მოსახლეობაში ეს ძირითადად ეს სამედიცინო საზოგადოებაში არ ხდება ეს ტერმინოლოგია, რომ აუტისტური სპექტრი თითქოს ჩაიკეტა ახალგაზრდები და ასე შემდეგ. ეს განპირობებულია იმით, რომ ეს ნათება პირდაპირ იწვევს მხედველობის ნერვის გაღიზიანებას ღამის განმავლობაში და ხელს უშლის მელატონის სეკრეციის წარმოქმნას. და აქედან გამომდინარე ირღვევა თავისთავად ნეირომეტაბოლური ფუნქციები და შესაბამისად ადამიანს შეიძლება მართლაც ჰქონდეს რაღაცა მიმიკრია, ასე ვთქვათ, მსგავსება რაღაცა სხვადასხვა ტიპის შეიძლება უშლის არის წევდეს, სხვა ზიანს მაინც ვაყენებს, ხო? ამიტომ მელატონინი
აქ ესა არის ზღვარი იმისა, რომ როდესაც მელატონინის კლება დაიწყება სქესობრივად მომწიფების 17-18 წლის ასაკში უკვე მელატონინის კონცენტრაცია უკვე იმდენად დაქვეითებულია, რომ სადაც 20 წლის ადამიანს რო აქვს მელატონინის მაჩვენებელი რომ სინქრონდება რაღაცა წრფეზე ნორმაზე, იმდენი აქვს დაახლოებით 50 წლის ასაკში. ანუ 20 წლიდან პრაქტიკულად უპრობლემოდ შეიძლება მელატონის მიღება. აი 20 წლამდე მეტნაკლებად სიფრთხილეთა გამოიყენოთ, იმიტომ რომ ის გავლენას ახდენს 10-12 წლამდე პირიქით შეიძლება გამოიწვიოს მელატონინის მიღება, სქესობრივი მომწიფების შეფერხება, იმიტომ რომ ის აქვეითებს გონადოტროპულ ფუნქციას და ბავშვობის ასაკში და შემდგომ უკვე პირიქით შეიძლება ძალიან დაასტაბილუროს ტესტოსტერონის და ესტრადიოლის მაჩვენებელი ძალიან ხანდაზმულ ასაკამდე. ანუ შემდგომ 20 წლის შემდგომ მელატონინის მიღებას ექიმის მეთვალყურეობით აქვს ძალიან ღირებული მნიშვნელობა, იმიტომ რომ განსხვავებით სხვა ჰორმონებისაგან, აი მაგალითად ჩვენ თუ მივიღებთ კორტიზოლს, ანუ გარედან თირკმელს და ჯირკვალი ნელ-ნელა შეწყვეტს ფუნქციონირებას, ანუ კორტიზოლი ნელ-ნელა ენდოგენური გაზარმაცვა. აი ეს არ ახასიათებს ზუსტად მელატონინს. რაც უფრო მეტ მელატონინს მივიღებთ, ის პირიქით უფრო მეტ მელატონინს გამოიმუშავებს. აი ეს პარადოქსი აქ მუშაობს. ძალიან საინტერესო პარადოქსი და მნიშვნელოვანი. ის რომ ჩვენ გარედან მივიღებთ მელატონინს და მელატონის სეკრეციას დავაქვეითებთ, იმდენად განსხვავდება ენდოგენური და ეგზოგენური მელატონინი ერთმანეთისგან, ანუ ამას ვერ მივაღწევთ უბრალოდ. ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვფიქრობ. ბავშვებში სქესობრივ მომწიფებას ეს იქამდე მიიყვანს გონადებს, რომ ბოლომდე მომწიფდეს, აი 400-მდე კვერცხუჯრედი აქვს, იცით, გოგონას, რომელიც მერე ნელ-ნელა მწიფდება სიცოცხლის განმავლობაში. და სპერმატოგენეზი მთელი ცხოვრება მიდის მამაკაცებში, ბიჭებში, ხო? აი 10-12 წლამდე მელატონინის ჰიგიენას კონტროლს, რომ ის იყოს ისეთი მაღალი, როგორც არის და ეს ღამე არ უნდა ეძინებდნენ მობილური ტელეფონებით, ღამე არ უნდა ეძინებდნენ ლეპტოპების ყურებით და ასე შემდეგ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მელატონინი უნდა იყოს მაღალი ბავშვებში და ეს სინათლე, რომელიც ხელს უშლის მელატონინის წარმოქმნას, მაქსიმალურად უნდა იყოს მორიდებული, იმიტომ რომ აგრესიაც მოდის ამ დროს ადამიანებში და დასწავლის პრობლემები აქვს. აი, წაიკითხავენ 5 გვერდს სკოლაში და ამ დროს ფიქრობენ სხვა რაღაცაებზე. ანუ ყურადღების კონცენტრაცია, როგორც არის ჩვენი ამიგდალა, ანუ ნუშისებრი ბირთვი და როგორც არის ჩვენი ეგრეთ წოდებული კორძიანი სხეული, ძალიან დატვირთულია მელატონინის რეცეპტორებით და ის განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში დასწავლის პროცესი და ყურადღების კონცენტრაცია მნიშვნელოვანია. როცა კითხულობს, წიგნებს, ანუ უსმენს ვიღაცას და სხვა რაღაცაზე ფიქრობს, ანუ ვიღაცა გელაპარაკება და ამ დროს სხვა რაღაცაზე ფიქრობს. ეს ხშირად არის ხოლმე, როდესაც მელატონინის დეფიციტი გაქვს იმის გამო, რომ შენ ღამით წარმოქმნა მელატონინის დააქვეითე და დღის განმავლობაში უკვე ტრენაჟირება, თავისთავად გასუფთავება არ არის ადეკვატური და შესაბამისად ამიტომ ცდილობენ თანამედროვე ტექნოლოგიის წარმოებები, რომ თითქოს ყვითელი შუქით, ანუ ჩაანაცვლო ლურჯის შუქით და ანუ უფრო ესეთ თანამედროვე ანუ მოწყობილობებს, ანუ ითვლება, რომ საღამო საათებში ავტორეგულაციაც კი აქვს და 8 საათის მერე გადადიან უკვე ყვითელ ეკრანებს ხედავთ ჩვენ და მოყვითალოფერის და არა ლურჯ განათებას. თუმცა რა თქმა უნდა, ეს აქვეითებს მაინც. ეს აქვეითებს. კი, ეს არის რაღაცა ესეთი დაძლობილი მარკეტინგი უნდა, ნაწილობრივ შეიძლება კლინიკურ შეღავაც იძლევა, მაგრამ რეალურად ძილის წინ ანუ ასეთ განათებას უნდა მოერიდოს განსაკუთრებით მოზარდი ახალგაზრდა. მომავალი თაობა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი და აქედან გამომდინარე მათი ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ამიტომ ჩვენსაც იფიქრონ და ხანდახან ტელევიზორები და გამორთონ კომპიუტერები. ძალიან დიდი მადლობა. ასეთ საინტერესო საუბრისთვის ალბათ ორივეც გაგვიჩნდა ის სურვილი, რომ კიდე უსასრულოდ შეგვეძლო ჩვენ ალბათ საათობით გვესაუბრა ამ თემაზე და ფიქრობ, რომ მელატონის გარშემო დღეს ძალიან ბევრი თეორიული წიაღსვლა იყო, ძალიან საინტერესო მექანიზმების ახსნა, შევეცადეთ გარკვეული პრაქტიკული რეკომენდაციებიც მიგვეცა. ერთი გადაცემის ესეთი სპონტანურად იდეაც მომივიდა, რომ შეიძლება პირდაპირ მარტო პრაქტიკულ ნაწილსაც კი მიუძღვნათ რაღაცა მნიშვნელოვანია, მე არ შევეხეთ დღეს სპეციალურად მელატონინის და მიკრობიომის როლს, რომელიც სუფთა პრაქტიკული სასაუბრო თემაა, იმიტომ რომ დღეს უკვე
ლამის ნობელის პრემიაზე წარდგა ეგ საკითხი, რომ აღმოჩნდა ბაქტერიები ადამიანის ორგანიზმში, რომელსაც აქვს მელატონინის რეცეპტორები და ეს იყო ლამის გადატრიალება მთელს მეცნიერებაში, რომ ბაქტერიას რატომ უნდა კონდეს და ეს ბაქტერიები არიან მხოლოდ ის ბაქტერიები, რომლებიც კარგ მიკრობიომს შეადგენენ და მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში, რომლებიც ამიტომ გაჩნდა ესეთი საკითხი, ეს თემა მელატონინის ნაწლავ მიკრობიომის ღერძი. მოდი მაშინ შეგვიძლია პირდაპირ შევთანხმდეთ, რომ ერთ თემად ჩვენი გადაცემის ერთ თემა იქნება ეს კიდევ უფრო საინტერესო მიგნები მელატონინთან და უფრო პრაქტიკული რაღაცა რეკომენდაციები, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან გამოადგებათ ადამიანებს და ჩვენ მოსახლეობას. მადლობა კიდევ ერთხელ და მე მინდა ჩვენი გადაცემის დასასრულს ეს არის ასე თქვა ჩვენი რიტუალი, ჩვენი წესი, მე მინდა ჩვენი კლუბის, ეს არის ექსპერტები მენტალური ჯანმრთელობისთვის, ეს არის კონცეფცია, რომელიც აერთიანებს ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულების და სპეციალობის ექიმებს, გამორჩეულ ექიმებს, მე მინდა ასე ვთქვა, რომლებსაც თავისი ცოდნით, ამ ცოდნის გაზიარებით და თავისი პრაქტიკული საქმიანობით შეაქვთ წვლილი, რომ მენტალურ ჯანმრთელობას კიდევ უფრო კარგად იყოს მართადი და კიდევ ასე ვთქვათ, უფრო კარგად მივიტანოთ და კარგად თავეხმაროთ ჩვენ ადამიანებს. მინდა გადმოგცე დიდი მადლობა ალექსანდრე. დიდი მადლობა. და მომავალში ვითანამშრომლოთ ზუსტად ამ კონცეფციის ფარგლებში და რა ვიცი, მედი მაქვს აუცილებლად შევხვდებით კიდევ ერთხელ ამ გადაცემაში. ხაიხა.